სასიამოვნო დამღლელი კვირის შემდეგ შედგა თქვენი პერსონალური ჩვენება Real TV-ის სახელით გილოცავთ. ძალიან საინტერესო არის საერთოდ შექმნა ისეთი ჰაეროვანი სამოსი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ან წვეულებაზე, ან კიდევ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ქორწილში უნდა ატაროს დედოფალმა. საერთოდ ამ მოდის კვირაულების ფონზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მინდა გავაჟღერო პირველად Real TV-ის ეთერში, რომ თქვენ ხართ დიზაინერი, რომელსაც გააქვთ პარიზში მოწვევა და მაღაზიის გახსნა შემოგთავაზეს იგივე სახელწოდებით. კომპანია Marigold-ი შეიძლება მალე პარიზშიც ვიხილოთ. გილოცავთ და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები? მოგესალმებით ძვირფასებო, უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისათვის. რაც შეეხება ამ თემას, ღონისძიება შედგა, საღამო შედგა, მეტნაკლებად კმაყოფილები ვართ, რა თქმა უნდა, რომ ფართო საზოგადოება მიხილა ეს და რაც შეეხება პარიზის თემატიკას, მხოლოდ ერთი რამ მინდა, ის დიზაინერის სიტყვა ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, ეს მე ესე ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთეულების ხვედრია, უბრალოდ ეს არის კომპანია, სადაც რამოდენიმე ადამიანი ერთობლივად მუშაობს და ეს არის ჩვენი სულის, ჩვენი გონების და ჩვენი ოცნებების გადმოტანა რეალობაში ახდენა. პარიზში არის შემოთავაზება, რომ გავაკეთოთ მაღაზია დასახელებით ისევ Marigold-ი ან Marigold Georgia. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ალბათ მალე პირადად თქვენ არხს როგორც აქ იყავით ჩემი მხარდამჭერი, გვპირდებით რომ ეს როგორც კი შედგება, რადგან აი ამ ფეშენის შემდეგ თქვენ მომიწვიეთ, აუცილებლად მოგცემთ და ალბათ ერთად გავიმგზავრებით უახლოეს მომავალში, როგორც კი ეს შედგება, აუცილებლად პირადად თქვენ იქნებით დაპატიჟებული. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ ისევ და ისევ Real TV-ის სახელით საინტერესო და მაცდური წინადადება და გადავიდეთ ახლა მნიშვნელოვანზე, რითაც თქვენ ხართ დაკავებული უკვე თუ არ ვწდები 10 წელზე მეტია, მაგრამ დამოუკიდებლად თქვენი კომპანია 3 წელია, რაც არსებობს. რა შეგრძნება არის, ალბათ ძალიან ამაღლებული, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან პრეტენზიული არის ყველა საერთოდ როცა ქორწილი იმართება, დედოფალი და მომხმარებელი არის განსაკუთრებულად მომართული იმისკენ, რომ ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდეს. თუმცა ყველაფერ ამას თქვენს კარიერას აქვს, როგორც გავარკვიეთ, ძალიან საინტერესო ისტორია. არ გაგიშვათ მამამ, რომ გამხდარიყავით მსახიობი და საინტერესოდ დაიწყო თქვენი, ასე ვთქვათ, კარიერული სვლა. გაიხსენეთ ის წლები, რატომ არ გაგიშვათ მამამ და თუ არ ვწდები ძალიან ცნობილ მსახიობებთან ჰქონდათ შეხების წერტილიც. საერთოდ ყველაფერი ვიტყოდი დაიწყო ურჩი ბეკეკათი, ეს იყო პირველი როლი, რომელიც ცხოვრებაში ვითამაშე და მე თვითონაც ურჩი ვიყავი, იმიტომ რომ განებივრებული დედის ერთა შვილი ოჯახში და ყველაფერი დაიწყო ამით, დაიწყო იმით, რომ იყო უდიდესი სიყვარული თეატრისადმი, მამა მხატვარი გრიმიორი იყო და ალბათ იმ გარემომ, რა გარემოშიდაც ვიზრდებოდი, მაშინ კორიფეები იყო და 10 სპექტაკლები კლასიკური თემატიკა იდგმებოდა და ეხლაც მახსოვს გარდეროფის სუნი, სადაც ეს ტასაცმელი რაღაც სპეციფიური სუნი ქონდა, იქ ვიმალებოდი ხოლმე, დედკო როდესაც გამოვიდა სახლში არ მივყვებოდი. და ამან იმოქმედა ალბათ ის, რომ ძალიან სერიოზულად მინდოდა გამხდარიყავი მსახიობი. მე მახსოვს ელდარ შენგელაია იღებდა სამანიშვილის დედინაცვალს, ეს წლების წინ იყო. მე მაშინ აი იმ ეტაპზე ვიყავი, როდესაც პროფესიას ვირჩევდი და აი მამა დამატარებდა ამ გადაღებებზე, რომ მე თქვა, რომ აი ნახე რა მძიმეა მსახიობის და რეჟისორის ხვედრი. ნადო ბოლოს მამას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, დიდი სურვილი მქონდა და მახსოვს ცხონებული ეროსი მანჯგალაძე ბიძია დაანებე ამ თეატრალურს თავი და სადაც გინდა რაც კი შემიძლია დაგეხმარები შეგვჭამა მამა შენმა და ნუ მე ესე ხელის ჩაქნებით ჩავაბარე ცოტა უცხოენების მომენტი მიჭირდა იმ დროს და რაღაც ჩავაბარე ესესაც და გავხდი პედაგოგი. საინტერესო არის ერთი ფაქტი, რომ როცა ადამიანს რაღაცა სურს, ყოველთვის აღწევს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, რამდენი წლის იქნება, თქვენ ძალიან ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებით, მაგრამ რა მინდა გითხრათ, ძალიან გვიან ხომ არ არის ამ პროფესიისთვის დაწყება, აი
დიზაინერი არა ხართ როგორც ამბობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქმნით, ხო, სამოს? რა თქმა უნდა. Ну, ეს მე დავიწყე ჯერ კიდევ ადრე ჩვენ დროს, მაშინ არ იყო ესე ბაზრები გახსნილი და იყო მხოლოდ სუხიშვილების ანსამბლი, არ იყო ესეთი უცხოეთში გასვლა და ამიტომ ყოველთვის რაღაც ნაჭერს როდესაც ვხედავდი, ქმნიდი კაბას, ამას სისრულეში ჩემ დედიკოს მოყავდა, მე უკვე როდესაც შემეძინა ქალიშვილი, სულ მინდოდა რაღაც უცხოც მოდა, რაღაცას გავაკეთებდი, ჩავიხატავდი და მე ვცდილობდი იქედან გამეკეთებია, ყოფილიყო გამორჩეული ყველასაგან. და ნუ ესე დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან ერთადერთი, როდესაც აი ცხოვრებისეული ოჯახი ყველაფერი საქმიანობა ვისვენებდი ამ დროს. შემიძლია ღამეები გამეთენებია და მიუხედავად ამისა დღესაც ესე გამოდის. აი ამ ჩემ წლებში ვიძახი ძალიან გვიან მეთქი, თუმცა 12 წელი ამ სფეროში ვარ, უბრალოდ მოხდა ისე რომ დამოუკიდებლად არ ვიყავი და რაღაც გაიყარა იმ კომპანიასთან ჩვენი გზები და 3 წელია, მესამე წელიწით გვიან არასოდეს არაფერი არ არის ალბათ, მაგრამ ჩემი იმედი მომავალში არის ის, რომ ძალიან მინდა ეს ყველაფერი გააგრძელოს ჩემმა პატარა შვილიშვილმა, რომელიც სახია ჩვენი რომელიც არაჩვეულებრივად გამოვიდა სხვათა შორის ჩვენებაზე. დიახ და მინდა რომ მან გააგრძელოს ეს საქმიანობა, არის უკვე მასში ჩადებული ფერებს კითხულობს, რაღაცას არჩევს და ქსოვილთან ესეთი მაკრატელს სული ითხოვს რაღაცას, რომ აი რაღაცა გააკეთოს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ფაქტურები, რომლებზედაც თქვენ მუშაობთ, ჩამოგაქვთ ამა თუ იმ ქვეყნიდან, დადიხართ ძალიან ბევრს მოგზაურობთ. საინტერესოა დიზაინი, რომელსაც თქვენ ქმნით ამა თუ იმ საღამოს სამოსში, არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თუ ითვალისწინებთ სხვა ქვეყნის მოდის ტენდენციებსაც, იმიტომ რომ მოდა ჩვეულებრივი სამოსი აქ არ არის, ეს არის ცალკე განყენებული თემა. ხო, საღამოს ნამდვილად და საქორწინო. და საქორწინო. აი აქ როგორ მიმდინარეობს მოდური ტენდენციების გათვალისწინება? მე რა მინდა იცით, რომ მინდა მყავდეს ისეთი მომხმარებელი, რომელიც კარგად ერკვევა ზუსტად იმ ძვირფას ქსოვილებში, რომელიც მე ჩამომაქვს და ვცდილობ შევიძინო. როდესაც უცხოეთში მივდივარ, აი როგორც ჩემი კომპანიონები ამბობენ უკვე ხშირად მიწევს და უკვე მეგობრობთ რომ იტყვიან, აი რისთვისაც პატივცემო ერთხელ ახლობელი მახდა, აი როდესაც შემოდის არასოდეს არ კითხულობს ჯერ ქსოვილს ფას, უყურებს ქსოვილს 15-20 წუთი არის დადუმებული და მხოლოდ შემდეგ კითხულობსო. ცერთ ქსოვილს როდესაც ვეხები და ვხედავ, მინდა წარმოვიდგინო ის როგორი იქნება, ანუ იქნება თუ არა. და აი რო გითხრათ, რომ აი მოდელს არა, იცით რა, ქსოვილი ხშირ შემთხვევაში თვითონ კარნახობს და აი ჩამოვდივარ, მე შემდგომ მე კიდევ ერთხელ გენ, აი ჩვენ ვართ ერთი მთლიანი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ძალიან ბევრ თანამშრომელს არ მოიცავს, ყველა ერთად ვსუნთქავთ და ყველა ერთად ვეწევით შემოქმედა. ხშირად ვიძახ ხოლმე, აი მე ვხედავ ამ ქსოვილს, ვიწყებთ და ასრულებს, ხო, გოგონები. აი ყველა ერთობლივად, მაგრამ ესეც ბევრია, რომ შენ დაინახო ეს ქსოვილი, აი მოდელში უკვე კარგი იქნება. აი რაღაც შტრიხი, ხო არის რაღაც მაქმანი, განსაკუთრებული რაღაც კომპოზიცია, რომელიც უნდა დაინახო და ესეც ალბათ მე უფალს მინდა ალბათ ყველაზე დიდი მადლობა გადაუხადო, რომ მე როგორც აღვნიშნე, მე ეს არსად არ მისწავლია, ეს მაგ ბავშვობიდან მოდის და ეს უფლის ნაბოძები ნიჭია. არიან დიზაინერები, რომლებიც ჯერ გაესაუბრებიან მომხმარებელს და ხასიათის და მიხედვით ურჩევენ მოდელს. თქვენ როგორ მუშაობთ? თავარი რაც არის, მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ეს არის ფერი, კაბა. ფერი უნდა მოგიხდეს და მე გულის ფორმა. შეიძლება გვინდოდეს აბსოლუტურად განსხვავებული ფორმის გული, მაგრამ ეს არ ჩაჯდეს ჩვენი სახის ოვალში, ბეჭების ფორმაში. ანუ მე ვთვლი, რომ ჯერ უნდა გიხდებოდეს და მე უნდა მოგწონდეს. ხა რა შეიძლება მინდა გავიხსენო ეკა გაბიტაშვილი, ჩვენი დღეს მომღერალი საკმაოდ და მე იმედი მაქვს, რომ ცნობილი და ასახელებს იგი საქართველოს. ეკუნა როდესაც მოვიდა, რაღაც გარკვეული ფაქტურის მომენტი ქონდა, რომელსაც ძალიან დიდხანს ვიარე და ბოლოს ისე ვიყავი, რომ არც თავს მოვიკლავ მეთქით, რომ მას ზუსტად ეს. იგივე მოხდა ჩვენ მანიკა ასათიანზე, ხო, აი მოეწონა ფაქტურა, რაც ადგილზე მქონდა, მაგრამ მისურვა, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო დაბისერებული. დავიწყეთ და ბოლოში თან და თან გზა ვცვლიდით მანიკას კაბას, ანუ მისი ტანიდან და ფორმიდან კი სილუეტი რაღაც იყო გამოხატული, რომელიც უნდოდა მანიკას, მაგრამ აქ უკვე ქსოვილები, მე ფერთა შეხამება, თქვენ ნახეთ, მანიკას განსაკუთრებული
ფერის თმა აქვს, ხო? რაღაც შევეტანეთ ზუსტად შევეცადეთ ის შტრიხები შეგვეტანა მანიკას საქორწილო კაბაშიდაც. იქ იყო რაღაც ვარდების კომპოზიცია, ასევე იყო მოსასხამზე. აი ეს ვარდები ხა დომინანტია რაღაცა ხაზად გადევს. და გუზედაც, ხო? აი ეს რაღაც დომინანტია, ის ძალიან ნაზად იყო გამოყენებული და როგორც ამბობენ, მე არ მინდა ზედმეტად ვიტრაბა, ხო? ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი იყო მანიკა თავის კაბაში. არიან დიზაინერები, ქართული დიზაინერები, რომლებიც ქმნიან ესკიზს შემდეგ კონსტრუირებასაც თავად აკეთებენ და ზოგი მათგანი თვითონაც კერავს. მაგრამ მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე შემეხედა თქვენს სალონში, სადაც თქვენ თვითონ მუშაობთ. დაწყებული ყველა, ასე ვთქვათ, ატრიბუტი ხელში გიჭირავს. თვითონ ხსივი. ძალიან დიდი ხანი, დიდი დრო უნდა ამ ერთი კაბის შექმნას, იმიტომ რომ არის ფენები, არის სილუეტი, განსაზღვრული, სადაც ეს ბისერები, თვლები და ასე შემდეგ. რამდენი ხანი უნდებით ერთი კაბის შექმნას და რამდენად რთულია, რატომ არ იადვილებთ მუშაობას? რატომ გინდათ რომ ყველაფერი თქვენ გააკეთოთ? ყველანი ვმუშაობთ, მაგრამ ასე მგონია, რომ აი ეს რაღაცის ბოლო შტრიხები, რაღაც ალბათ მე უნდა გავაკეთო, არის რაღაც, რომელშიც ჩემი სული და გული უნდა ჩავდო. და ესე მგონია, მე ამას ყველაფერს ვაკეთებ უდიდესი სიყვარულით. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ეს ჩემთვის მეთქვი ძახი არის ხელოვნება. აი ჩემთვის როდესაც გოგონა შემოდის, ის მყავს წარმოდგენილი უკვე ვარცხნილობაში, მაკიაჟში და თავიდან ბოლომდე ხედავ ესე ჩემებურად. ნუ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ დიზაინერი ჩემი პროფესია არ არის. მე არ ვთვლი რომ ვარ დიზაინერი, უბრალოდ მე ძალიან მიყვარს და ჩემი სლოგანიც მასე წერია რომ წაიწერო, ეს არის ჩემთვის ხელოვნება ვიღაცისთვის, ჩემთვის ხელოვნება. და აი ამ ხელოვნება ეს არის ჩემი სულის საზრდო. ლელა მე როდესაც ამას ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რატომ ახალგაზრდობაში არა, აი ამ წლებში აი ესეთი დატვირთვით მუშაობა, მე თითქმის ერთი თვეა, როდესაც გადავწყვიტეთ ეს ბოლო დაჩქარებულ პერიოდში, ერთი თვე თითქმის შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ღამე არ მიძინი. აი ყველანი მიდიოდნენ სახლში და ღამე მე მარტო დამოუკიდებლად მუშაობდი. მე თვითონაც არ ვიცი, რომ საიდან მოდის ეს ძალა. კრიტიკა რომელმაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანათ თქვენი მოღვაწეობის დროს. ან მიგიღიათ ჯანსაღი კრიტიკა და გაგითვალისწინებიათ? აუცილებლად მე ძალიან მიყვარს, როდესაც მაკრიტიკებენ, ოღონდ მაკრიტიკებენ პირადად მე და არა თქვათ ზურგს უკან. ყოველთვის ვეუბნები, რომ მე მივიღებ ისეთი ადამიანები შევეცადე მომეწვია, რომლისგანაც აბსოლუტურად მაინტერესებდა ყველას აზრი. იქ რა, როგორ და მათი ხედვით, იმიტომ რომ ისინი ამ საქმის სპეციალისტები არიან. მე ძალიან მიყვარს როდესაც ამას მეუბნებიან, მარიგებენ, მიუხედავად, აი, ჩემ პატარა თანამშრომლებსაც არ არსებობს რამე, რომ მე მათთან ერთად შეთანხმებულად რამე არ გადავწყვიტო, თუნდაც პირადად ჩემ რაღაცაში. აი, ერთიანი ვიყო და ამიტომ ყველასგან ვიღებ და ყოველთვის ყველას ვხოვებ, თუ კი რამე არ არის, მოგეწონათ არა ვიწყებ, რა არ მოგეწონათ, მე ამას მივიღებ და ასე მგონია, რომ ჩვენ მაშინ ვიზრდებით კიდე უფრო, როდესაც ვიტყვით, რომ არა, ჩვენ სრულყოფილი ვარ და გენიოსი ვარ, ალბათ მაშინ დამთავრდება. ანუ მე უნდა ვისწავლო ყველასგან, გარემოსგან, თუნდაც ჩემზე ძალიან ბევრი პატარა ასაკის გოგონებისგან უნდა ვისწავლო და უნდა გავიზარდო კიდევ. აი ხლა მყავს სულ ახალგაზრდა პატარა გოგონა, რომელიც ეხლა ამთავრებს აკადემიას და მე მოხარული ვარ ამის და ძალიან ბევრი რამე იმანაც ისწავლოს და მეც მისწავლ. იმიტომ რომ ახალგაზრდებს თავისი ხედვა აქვთ, თავისი რაღაც თავისებური აღქმა აქვთ. სწორად აღნიშნავთ, იმიტომ რომ მოდის თაობა, რომელსაც არ მოსწონს უმრავლესობას ის სამოსი, ის ტრადიციული თანამედროვე შეიძლება ძვირფასი იყოს, მაგრამ არ მორჩევნია იყოს ან სადა, ან ექსტრავაგანტული, ან კიდევ ძალიან კოსმიური. აი მაგ დროს მოდიან თუ არა და გიკვეთა